არასამთავრობო ორგანიზაციები პრემიებთან დაკავშირებული საკითხებით მანიპულირებენ და უნდათ კატასტროფული მდგომარეობა წარმოაჩინონ. ასე გამოეხმაურა საკრებულოს წევრი თენგიზ აფხაზავა საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს განცხადებას პრემიებთან დაკავშირებით. საფინანსო და ეკონომიკური რეფორმების კომისიის თავმჯდომარე, რომელმაც იანვრიდან დღემდე პრემიის სახით 3000 ლარი მიიღო, ამ თანხას კომპენსაციად თვლის, რადგან მიიჩნევს, რომ მისი ანაზღაურება შრომის არაადეკვატურია. საკრებულოს კიდევ ერთი წევრი ფრაქციის თავმჯდომარე გიორგი კირთაძე, რომელმაც აფხაზავას მსგავსად პრემიის სახით 3000 ლარი აიღო, მიიჩნევს, რომ პრემიების შემცირებული ხელფასების ხარჯზე ერიცხებათ. საკრებულოს აპარატის იურიდიული განყოფილების უფროსი მესამე სექტორის საპასუხოდ განმარტავს, რომ საკრებულოს მიერ გაცემული პრემიები საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილ ზღვარს არ აღემატება. მერიაში თემაზე კვლავ არ აკეთებენ კომენტარს. არასამთავრობო ორგანიზაციები ამ ბოლო პერიოდში ამ კუთხით ძალიან აჭარბებენ თავის ანგარიშებში და უნდათ რაღაც ისეთი კატასტროფული მდგომარეობა წარმოაჩინონ, რაც ასე არ არის. ღებულობთ ანაზღაურებას ხელზე 1600 ლარს. ეს არის აბსოლუტურად არაადეკვატური ანაზღაურება, აბსოლუტურად არ შეესაბამება იმ შრომას ჩადებულს, რასაც საკრებულოს თანამდებობის პირები ახორციელებენ. შესაბამისად ამას რა თქმა უნდა გარკვეული კომპენსაცია ჭირდება. არ შეიძლება ჩემმა სპეციალისტმა აიღოს იმდენივე პრემია, როგორცაც ავიღებ მე. ნაციონალური მოძრაობა და ჩვენც მათ შორის ყოველთვის ბუნებრივია ვაპროტესტებთ იმ რაღაცა უვაჟო პრემიებს, რომელიც იცემა ხოლმე ხელმძღვანელი თანამდებობის პირებზე. ბიუროს წევრის ან ჩემის შემოსავალი წინათვეებთან შედარებით, საერთოდ არ გაზრდილა. უბრალოდ პარლამენტმა გააუქმა ხელფასის ერთი შემადგენელი ნაწილი თუ შემოსავალის ერთი შემადგენელი ნაწილი, რომელსაც ერქვა სადეპუტატო და ამის საკომპენსაციოდ საკრებულოს ესე ვთქვათ ხელმძღვანელობა არიგებს პრემიას. რასაც ბუნებრივია კიდევ ერთხელ ვიმეორებ არ არის სწორი, სასურველია რომ ხელფასი იყოს და ამ ყველაფერს საკრებულოს წევრებისთვის არ ერქვას პრემია. თუმცა ეს მანკიერი პრაქტიკა სამწუხაროდ საკრებულოში მოყვება. საკრებულოს მიერ გაცემული პრემიების ოდენობა ეს ყოველთვიურად გაიცემა თუ კვარტალურად ეს ტექნიკური საკითხია. თანხის ოდენობა ჯამურად არ აღემატება მთავრობის მიერ განსაზღვრულ ზღვარს. უფრო მეტიც არის გაცილებით ნაკლები, ვიდრე არის ამის შესაძლებლობა გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის დადგენილებით.